გამარჯობა. დღეს ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ბევრს ალბათ ზაფხულს და რუჯს აგონებს, მაგრამ სინამდვილეში ბევრად სერიოზულია. ვსაუბრობთ მზის ზემოქმედებაზე თქვენს კანზე. დიახ, ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, რა დგას ამ, თქვათ, სასიამოვნო რუჯის მიღმა. რეალურად, რა რისკს შეიცავს მზის სხივები. დაწყებული კანის ნაადრევი დაბერებით დამთავრებული ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემებით. მოდი დავიწყოთ ერთი ჩემი აზრით გასაოცარი ფაქტით. გავიგე, რომ კანის ხილული დაბერების ნიშნების, აი ნაოჭები, ლაქები, ელასტიურობის დაკარგვა, ამ ყველაფრის 90% მზის ბრალი ყოფილა. აბსოლუტურად. წარმოიდგინეთ, კვლევაც კი არის ტყუპებზე ჩატარებული. ერთი ტყუპის ცალი, თქვათ, ერიდებოდა მზეს, მეორე კი არა. და რა მოხდა? 10-15 წლის შემდეგ ის, ვინც მზეზე დიდ დროს ატარებდა, გარეგნულად საშუალოდ 10 წლით უფროსი ჩანდა. 10 წელი? მართლა ეს ხომ უზარმაზარი სხვაობაა. კი, ნამდვილად. და ეს მხოლოდ გარეგნული მხარე. თუნდაც ცოტა ხნით მზეზე ყოფნა იწვევს ამას, აი დღეში 10-20 წუთი რო გახვიდე. დიახ. პრობლემა ისაა, რომ ეს ეფექტი გროვდება. ანუ, კუმულაციურია მზის UVB სხივები, აი ის სხივები დამწრობას რომ იწვევს, პირდაპირ აზიანებს კანის უჯრედების დნმ-ს და განსაკუთრებით შაშიშია ეს ღეროვანი უჯრედებისთვის. ღეროვანი უჯრედებისთვის? რატომ? იმიტომ რომ დაზიანებული ღეროვანი უჯრედი შემდეგშიც დაზიანებულ უჯრედებს წარმოქმნის. ესე იგი პრობლემა გრძელდება და გრძელდება. სწორედ ეს იწვევს ნაოჭების გაღრმავებას და იმ ყბადააღებულ ასაკობრივ ლაქებს, ყავისფერ ლაქებს, რომლებიც 40 წლის მერე ჩნდება ხოლმე. აჰა. და 60 წლისთვის უკვე მოსახლეობის წარმოიდგინეთ 80%-ს აღენიშნება და რაც მთავარია რუჯისგან განსხვავებით, ეს ლაქები აღარ ქრება. გასაგებია, ანუ ეს დაზიანება უბრალოდ გროვდება და გროვებლება კანში. მაგრამ ესთეტიკის გარდა, ეს დნმ-ის დაზიანება ალბათ უფრო სერიოზულ რაღაცასაც იწვევს, ხო? ვგულისხმობ კანის კიბოს. სამწუხაროდ კი. აი ეს არის ყველაზე სერიოზული რისკი. მზე, უფრო სწორად, ულტრაისფერი გამოსხივება კანის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 90%-ის მთავარი გამომწვევია. 90%? დიახ. 90% და კიდევ ერთი შოკის მომგურველი ფაქტი. სიცოცხლეში თუნდაც ერთხელ მიღებული მზის ძლიერი დამწრობა, აი ბუშტუკები რო ჩნდება. კი, მახსოვს ბავშვობაში. აი სწორედ ეგ, თითქმის აორმაგებს მელანომის განვითარების რისკს მომავალში. მხოლოდ ერთი დამწრობა, ეს მართლა საგანგაშოდ ჟღერს. რა არის ეს მელანომა ზუსტად და რატომ არის ასეთი საშიში? მელანომა კანის კიბოს ყველაზე აგრესიული და საშიში ფორმაა. მართალია, ის კანის კიბოს საერთო შემთხვევების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. მხოლოდ 1%? კი, მაგრამ სიკვდილიანობის შემთხვევების დაახლოებით 90%-ზეა პასუხისმგებელი. თუმცა, კარგი ამბავიც არის, თუ დროულად, ანუ ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს, განკურნების შანსი 98%-მდეა. 98%? ეს ძალიან მაღალია. დიახ, მაგრამ თუ დაგვიანდა დიაგნოსტიკა, შანსი კატასტროფულად ეცემა, 30%-ზე დაბლა. ესე იგი, დროული აღმოჩენა არის ფაქტობრივად გადამყვეტი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ხალებს, ალბათ? არა მხოლოდ ხალებს. საინტერესოა, რომ მელანომების უმეტესობა, დაახლოებით 70%, ჩნდება სრულიად სუფთა კანზე. ანუ, იქ სადაც მანამდე არაფერი იყო. გასაგებია. ამიტომ ყურადღება გვმართებს ნებისმიერი ახალი წარმონაქმნის, ან უკვე არსებული, მაგრამ ცვალებადი ლაქის თუ ხალის მიმართ. არის ასეთი ABCDE წესი დასამახსოვრებლად. A ასიმეტრია, ანუ ასიმეტრიული ფორმა. B border, არათანაბარი დაკბილული კიდეები. C color, არაერთგვაროვანი ფერი, რამდენიმე ფერის შერევა. D diameter, X მილიმეტრზე დიდი დიამეტრი, თუმცა შეიძლება პატარაც იყოს საშიში. და E evolving, ანუ ცვლილება დროთა განმავლობაში ზომაში, ფორმაში, ფერში. ABCDE. კარგია დასამახსოვრებლად. და რისკ ფაქტორები. ვის ემუქრება ყველაზე მეტად? რისკ ფაქტორებია ღია ფერის კანი, თმა, თვალები. 40-ზე მეტი ხალის ქონა. ოჯახური ანამნეზი, ანუ თუ ოჯახში იყო მელანომის შემთხვევა. და, რა თქმა უნდა, ბავშვობაში მიღებული მზის დამწრობები. გასაგებია. ესე იგი, მზისგან თავის დაცვა აუცილებელია.
მაგრამ ხშირად გგონია, რომ აი ჩრდილში ვართ, ან ქუდი გვახურავს და დაცულები ვართ. ეს საკმარისია? ნაწილობრივ გიცავთ, მაგრამ არასრულად. ჩრდილი პირდაპირ სხივებს კი ბლოკავს, მაგრამ არეკლილი UV სხივები მაინც აღწევს კანამდე. ჩრდილი ამცირებს რადიაციას დაახლოებით 50-60%-ით. ანუ ნახევრად მაინც სხივდებით. დაახლოებით. ფართოფარფლებიანი ქუდი ვთქვათ, სახეს და კისერს იცავს დაახლოებით 70%-ით. გრძელმკლავიანი ტანსაცმელი უკეთესია, 90%-მდე დაცვას იძლევა. მაგრამ ყველაზე ეფექტური მაინც მზისგან დამცავი კრემია. აი კრემებზეც მინდოდა მეკითხა. იმდენი სახეობაა, SPF 15, 30, 50, როგორ ავარჩიოთ? და მართლა მუშაობს, SPF 30 და 50 შორის დიდი განსხვავებაა პრაქტიკაში? კარგი კითხვა. SPF-ი ნიშნავს მზისგან დაცვის ფაქტორს. მარტივად რომ თქვათ, SPF 30 ბლოკავს UVB სხივების დაახლოებით 97%-ს, SPF 50 კი 98%-ს. ანუ სხვაობა მხოლოდ 1%-ია. ხო, პროცენტულად მცირე ჩანს, მაგრამ მაღალი ინტენსივობის მზეზე ან ხანგრძლივად ყოფნისას ეს 1%-იც კი მნიშვნელოვანია. მთავარია აარჩიოთ ფართო სპექტრის ბროდ სპექტრუმ დამცავი. ფართო სპექტრის? რას ნიშნავს ეგ? ეს ნიშნავს, რომ კრემი იცავს როგორც UVB სხივებისგან, რომლებიც იწვევს დამწრობას და კიბოს, ასევე UVA სხივებისგანაც, რომლებიც უფრო ღრმად აღწევს კანში, იწვევს დაბერებას და ასევე კიბოს. აჰა, ორივე ტიპის სხივისგან. დიახ. და გამობენების წესიც მნიშვნელოვანია. საკმარისი რაოდენობა უნდა წაისვათ, დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი მარტო სახეზე და კისერზე და აუცილებელია მისი განახლება ყოველ 2 საათში, განსაკუთრებით თუ ოფლიანობთ ან წყალში შედიხართ. ყოველ 2 საათში ცოტა რთული ჩანს ყოველდღიურობაში. შეიძლება, მაგრამ შედეგი ამათ ღირს. კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარული სწორი გამოყენება ამცირებს დაბერების ხილულ ნიშნებს დაახლოებით 25%-ით და კანის კიბოს რისკს 50%-ით. 50%-ით. ეს ძალიან სერიოზული დაცვაა. ნამდვილად. და არ დაგვავიწყდეს, ყველაზე ძლიერი გამოსხივებაა დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე. ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. გასაგებია. მოდი, შევაჯამოთ. ესე იგი, მზე, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად გვაბერებს, ნაოჭებს და ლაქებს გვიჩენს, მკვეთრად ზრდის კანის კიბოს, განსაკუთრებით საშიში მელანომის რისკს. თუნდაც მცირე დროით, მაგრამ რეგულარულად მზეზე დაუცველად ყოფნა წლების განმავლობაში აზიანებს ჩვენს კანს. ასე რომ თავის დაცვა აუცილებელია. ეს არ არის ფუფუნება, ეს ჯანმრთელობაა. ზუსტად და ხშირად რუჯს ჯანმრთელობის ნიშნად აღიქვამენ, მაგრამ სინამდვილეში მელანინი, ანუ პიგმენტი, რომელიც რუჯს გვაძლევს, ეს კანის თავდაცვის მცდელობაა, დაზიანებაზე რეაქცია. ის საკმარისი არ არის სრული დაცვისთვის. მუდმივი დაცვა საჭირო, არა მხოლოდ სანაპიროზე, არამედ ყოველდღე ქალაქშიც, როცა მზეზე გიწევთ ყოფნა. მართალია. და ბოლოს მინდა მსმენელს დაუტოვო კითხვა. აი, დღესვე რა ერთი პატარა ცვლილების შეტანა შეგიძლიათ თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, რომ თქვენი კანი წლების შემდეგ მადლობელი დაგრჩეთ, თუნდაც მზისგან დამცავის წასმა დილით. ეს უკვე დიდი ნაბიჯია.